გელამ თივლიშვილი პირველებთან ქრონოლოგიურად იხსენებს, როგორ ვითარდებოდა პროცესები წეროვნის საავტომობილო გზაზე, ამბობს, რომ მათ აიდევნათ თეთრი ფერის ავტომობილი, რომელიც ცდილობდა, რომ საავარიო ვითარება შეექმნა. ამის შემდეგ ავტომობილი გელამ თივლიშვილს გააჩერებინეს და იყო სიტყვიერი და ფიზიკური ანგარიშსწორება. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს მამაკაცი, რომელიც მას თავს დაესხა, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ის ცდილობდა, რომ ადგილზე მყოფ ჟურნალისტს და მასთან ერთად მყოფ პირებს ვიდეო მასალა არ გადაიღოთ და ისე ცდილობდა, რომ დამუქრებოდა ჟურნალისტს, ასევე აგინებდა იქ მყოფ პირებს და აყენებდა შეურაცხყოფას. გელამ თივლიშვილი ამბობს, რომ ორი ადამიანი იმყოფებოდა, ესენი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კერძოდ კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებსაც, როგორც გელამ თივლიშვილი ამბობს, თან ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი. ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, რომ ყველა დაისჯება, ვისაც არ უყვარს ხარება და ასევე გელამ თივლიშვილი ამბობს, რომ ეს ორი პირი, რომელიც ადგილზე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ამბობდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ასევე იმ აქციის მონაწილეებს, იმ ადამიანებს, ვინც უკვე თითქმის 3 თვეზე მეტია ქუჩაში საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდნენ. გელამ თივლიშვილს წაართვეს მობილური და მას რამდენჯერმე გაარტყეს. ეს არის უმძიმესი დეტალები, რომელსაც მთისამბების ჟურნალისტი გელა ჩვენთან საუბრისას ყვება, თუმცა ამ დრომდე მას სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ დაკავშირებია და არავინ დაინტერესებულა იმ მოვლენებით, რომელიც წეროვნის საავტომობილო გზაზე ხდებოდა. მანქანიდან გადმოხდა ორი პირი. ერთ-ერთი იყო შეიარაღებული, მივხვდი, რომ უკვე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანა, დაბურული შუშებით, როცა მანქანა გავაჩერე და შევხედე. ორივე იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მაგრამ ერთი ნამდვილად შეიარაღებული. მოვიდა და მითხრა, რომ ჩხუბობდა, რატომ ყვირო და რატომ არ ვატარებდით. და გვაგინებდა და იმუქრებოდა. ამოვიღე ტელეფონი მანქანაში მქონდა და იქვე კართან ვიდექ ჩემივე მანქანის კართან. ამოვიღე ტელეფონი და ვცადე რომ დამეწყო გადაღება. წაართვით ტელეფონიო, დაიღრიალა და მეცნენ ორივე და ხელი გადამიგრიხეს და სამჯერ დამარტყეს და ცდილობდნენ ტელეფონის წართმევას. ძალიან აგრესიული იყო და კითხე რომ შენ ხარებას თანამშრომელი ხარ თქო და ამას მოაყოლა ის გინება რაც შეიგინა და კიდე ერთხელ ჩამეკითხა ბოლოს რომ მომიტინგე ხომ არ ხარო და ღიად მკვეთრად პირდაპირ გამოხატავდა აგრესიას მომიტინგეების მიმართ და ჩვენ ნახეთ რა შეუძლიათ ამ მოძალადეებს, როდესაც რამდენიმე არ ვიცი ათობით თუ ასობით დაზარალებული ადამიანი ყავს, რომელსაც ხირპირის სახის ძვლები და შუბლი დაუმტვრიეს და სიკვდილამდე მიიყვანეს ადამიანები. ეს არის მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები ახლა მოუწოდებენ ყველა შესაბამის უწყებას, რომ დროულად მოხდეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება და ამბობენ, რომ ეს არის თავისუფალი მედიის წარმომადგენლების დაშინების მცდელობა, თუმცა ამბობენ, რომ მათ არაფრის ეშინიათ. მადლობა მარიამ, პირდაპირ ეთერში მარიამ მაკასარაშვილის საუბრობდა.